დაგლოცეთ. დაგლოცოს ღმერთმა გიორგი. მამო, ადამიანი და სიძუნწე, საიდან შემოვიდა ადამიანში სიძუნწის ცოდვა და როგორ უნდა იბრძოლოს ამას, რომ ჩაეხსნა სამცოდვას? სიძუნწე არის თავის მოყვარებიდან გამომდინარე და ამის თავარი წამალი არის მოწყალება. შეიძლება ხა ძუნწ ადამიანს რო უთხრა რომ გაეცი და იმან ვერ გაიგოს და ვერ აღიქვას ეს ყველაფერი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უფალი ხშირად დაუშვებს მასზე, ასე ვთქვათ, ან სამსახურიდან გამოაგდებენ, ან რაღაც მოხდება ისე, რომ მას ის ფული აღარ ექნება და ასე ვთქვათ, უფალი მას ისეთ მდგომარეობაში ჩააყენებს, რომ მასაც დაჭირდება, რომ იქნებ ვიღაცა დაეხმაროს მას. და ამის შემდეგ უფალი დაანახებს, რომ მოწყალება ეს ღვთაებრივი საქმეა. მეტარიყვნენ მოწყალენ, გამტვიგინი შეიწყალნენ. ასე რომ ადამიანი რასაც უფრო მეც გასცემს, ღმერთი უფრო მეც მისცემს, ეს გვახსოვდეს. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეშმაკი ისე ეხმარება ადამიანს, რომ გონებას უბინდავს და მილიონები აქვს და შეიძლება ვერც კი აფიქსირებს სხვის გასაჭირს ამ დროს. და ეს თანხა არის მისი სულის წარსაწყმედელი. ასე რომ ასეთ შემთხვევაშიც, როდესაც უფალი უშვებს მასზე დახმარებას და რაღაც ან აქციები ვარდება დაბლა და ის კოტრდება, აი მაგალითად ლოს-ანჯელესში აღარ მახსოვს YouTube-ში წავიკითხე 12 მილიარდის პატრონი ყოფილა და რაღაც კრიზისის დროს 7 მილიარდი დაუკარგია ერთ ქალს. რაღაც აქციები დავარდნენ და ვერ გაუძლია 5 მილიარდის პატრონს თავი მოუკლია, რომ ვერ აუტანია 7 მილიარდი როგორ დაკარგა. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, ეს ადამიანი მთლიანად ვერცხლის მოყვარებაში იყო და მთლიანად მას ღმერთი არ ჭირდებოდა. მისი ღმერთი იყო ფული. დაგვიფაროს ღმერთმა ამისაგან. ამას ჯობია, რომ ადამიანს საერთოდ არაფერი არ ქონდეს და ღმერთს იყოს მინდობილი. ასე რომ ღმერთმა მოგცეს მოწყალების სურვილი და თუ კი ეს სურვილი არა გვაქვს, ჩვენ გავაკეთოთ ეს სიკეთე, მოწყალება ძალდატანებით გავაკეთოთ და რამდენჯერმე რომ გავაკეთებთ ეს სითბო და სიყვარული და სიხარული რომ შემოვა, მერე მიხვდებით რა დიდი მოწყალება ყოფილა ღვთისგან, როცა ჩვენ ვართ მოწყალენი სხვის მიმართ. ერთი თუ შეიძლება, აი ვიღაცას ჩვენთვის მაგალითად არამართალ ადამიანს აქვს ხოლმე ხშირად და აი შემხედვარე ამბობ, რომ აუ ამას უნდა კონდეს სიტყვაზე ვიღაცა ძუნს მაგალითად. აი ამ შემთხვევაში აი ეს შური არის თუ რა გვაკავშირებს? რა თქმა უნდა შურია. ჩვენი საქმე არ არის ვის რამდენი აქვს. ღმერთმა ყველას მისცეს, ოღონდ მე ვფიქრობ, რომ ღმერთმა მისცეს ყველას და ყველამ ეს სიკეთეში გამოიყენოს. ჩვენ არაფრის დიდებით უფლება არ აგვაქვს, რომ თქვათ, რომ იმას ამდენი ფული აქვს და არ აკეთებს და ამით ჩვენ საკუთარ სიძუნწეს ვამართლებთ, ვათეთრებთ. არ არის ეს საჭირო. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მოწყალენი ვიყოთ და თუ იქნებით მოწყალე ყველას მიმართ, უფალიც ჩვენ მიმართ მოწყალე იქნება. ღმერთმა გვაღირსოს. ამენ. ანუ სხვისი ქონების დათვლა ცოდვაა, ხო? რა თქმა უნდა. ეხლა ხშირად განიკითხავენ ხოლმე, რომ იმას ეს აქვს, არაფრით არ შეიძლება ეს არ შეიძლება. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.